მთავრობის სხდომა ირაკლი კობახიძის განცხადება. კოლეგებო, დღეს არის 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. და სწორედ ამ რეფერენდუმს რამდენიმე დღეში 9 აპრილს მოყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამორჩევლის 90%-ზე მეტმა, დამოუკიდებლობის იდეას ხარი დაუჭირა ამორჩეულთა 99%-ზე მეტმა. შესაბამისად შედგა ერთსულოვნება, ქართული ხალხის ერთსულოვნება დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს იად გამსახურდიას, რომელიც იყო რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულის ჩამდგმელი და პატივი უნდა მივაკლოთ, რა თქმა უნდა, მის ხსოვნას. ეს წლები იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის. 1991 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ 4 სხვადასხვა ომი, 2 სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, მათ შორის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები და შემდეგ, თუმცა საქართველოს დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავაფრთხილდეთ, რა თქმა უნდა. მომავალშიც დამოუკიდებლობა შეიძლება მუდმივი გაფრთხილება და დღეს თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ დღეს საქართველოს არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. და ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავაფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ამ წლების მანძილზე დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მოვიგონოთ და პატივი მივაგოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეწირნენ ომებს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მინდა ყველას უსურო, ყველას გისურვოთ საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. დამოუკიდებლობისთვის, როგორც მოგახსენებათ, ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ამ თვალსაზრისით 2025 წლის პირველი და მეორე თვეებიც იყო გამორჩეული. ჩვენ დავყურეთ ეს 2 თვე დადებითი მაჩვენებლებით. იანვარში, როგორც მოგახსენებათ, ჰქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%. შარშანაც ჰქონდა ჩვენ ამ კუთხით ძალიან დადებითი მაჩვენებელი, 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ამ ტენდენციის შენარჩუნება. როგორც მოგახსენებათ, საბიუჯეტო პროგნოზი არის 6%, ეს არის ერთგვარი პროგრამა მინიმუმი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება, აქამდე ჩვენ შეგვიძლია ეს გეგმა გადაჭარბებითაც შევასრულოთ. როგორც მოგახსენებათ, სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით 2025-29 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კონტინენტის ევროპის მასშტაბით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ეს პროგნოზი შევასრულოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვისაც. ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი და ავიაცია. და მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, როგორც მოგახსენებათ, ბრიტანული ავიაკომპანიები, British Airways და EasyJet შემოდიან საქართველოში. უკვე იწყება ფრენები, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები უძღვდა წინ ამ შედეგის მიღწევას. სხვადასხვა სტრუქტურები იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში, განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამ შედეგის მიღწევისთვის. 30 მარტიდან, ან გუშინდელი დღიდან უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი-ლონდონის პირდაპირი ფრენები
რომელიც შესრულდება კვირაში 4 სიხშირით British Airways-ის მიერ. ეს რა თქმა უნდა ასევე ტრანზიტულ ფრენებსაც გაადვილებს მაჯურის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია EasyJet შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან კვირაში 2 სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ თავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს. კერძოდ ქართული სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიფიქრებიან 0%-ით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას. და ბოლოს საკითხი, რაც მინდა შევეხო, უკავშირდება მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახურის ფუნქციების გაძლიერებას, კერძოდ გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება. ეს კანონპროექტი, შესაბამისი კანონპროექტი ახლოს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. ასევე გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის და დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რასაც თქონდა უკვე კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის მიზანია სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობის და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება. ეს არის ის საკითხები, რაზეც მინდოდა დღეს ყურადღება გამახვილებინა. შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმს. მადლობა.